ფაქტები და მართლაც ახლა ნაწილობრივ ჩვენც მონაწილეობდით ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთ ცალსაკე. დიახ, ახლა აი თქვენ ვახსენეთ აი ეს ჭავჭავაძის 50, ვაკის პარკი, ბუშტაეთი, კწანისის ქუჩა, ყველგან აი ახლა ყველა ადგილებს თითქმის სადაც აი პარკი და სკვერი იგივე აი თქვენ კარგად გახსოვთ აი ეს პოლიტექნიკურთან სკვერი არის, ბუკიას ბაღი. ბუკიას ბაღში არაერთი ერთად პროვინცია არის სინამდვილე. ყველა სკვერი ახლა რა იყო აი ყველა სკვერსა და პარკში იყო მასიურად დაწყებული. დაინაზავდების განგეობა, ვაკისაბურთალოს განგეობა, პოლიციის შენობები, ესე იგი აი ხალხებში ესეთი აი ძალიან კარგია მიესალმები და რაღაც აშენდეს და გაკეთდეს, მაგრამ მანდამაიც აი გამგეობის შენობები, სადაც პოლიციის შენობები, ისუბეჩუბლეთი ესე იგი განნაზავებს, სადაც გამგეობები აშენდა, ახალი გამგეობები ყველგან იყო გამწვანებული. მანდამაიც ამ გამწვანებულ ადგილ იუსტიციის სახლები გამწვანებულ ტერიტორიებზე აშენდა და არ შეიძლება ესეთი მიდგომა. ეხლა ჩვენ თბილისზე ვლაპარაკობთ და ჩვენ არ უნდა დავაუწეს ბათუმში, ქუთაისში რა მოხდა. ქუთაისში ადმეთ და ესე იგი 300 ხეები ხეები და დარბეს პალმები. ესე იგი პალმებს ახლა რა სარეკრეაციო ფუნქცია აქვს მე ხა არ ვიცი, მაგრამ მე არის დეკორატიული, უფრო გამწვანებაზეა, უფრო სილამაზეზეა გათვლილი და რატო გააკეთეს და ბათუმის ბულვარს რა გაუკეთეს კიდე და ისე უამრავი ფაქტები არის. ნაწილობრივ აი ამ ფაქტებზე რომ ვლაპარაკობთ, ანუ თლიანად ვერ მოსპეს იქ გამწვანება, მაგრამ ნაწილობრივ მიაღწიეს მიზანს და მოსახლეობა სადაც იყო აქტიური, ხო აი იგივე ჭავჭავაძის 11-ში, იგივე ტაშკენტის ქუჩაზე, იპოდრომზე, იგივე სპორტის სასახლესთან იყო ძალიან აქტიური მოსახლეობა. სპორტის სასახლესთანაც ჩასდგეს, მაგრამ ხეები გადაჭა იქ ნაწილობრივ რამდენიმე ხე